მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს მე წარმოგიდგენთ ტოპ 5 ყველაზე მაღალ მწვერვალს. მაკალო, მთიანი მასივი ჰიმალაიზე. მდებარეობს ევერესტის სამხრეთ-აღმოსავლეთით 22 კილომეტრზე. სიმაღლე 8485 მეტრი. ის არის სიმაღლით მსოფლიოს მეხუთე მწვერვალი. ხოც-სე, მთიანი მასივი ჰიმალაიში, ევერესტის სამხრეთით. სიმაღლე 8516 მეტრი. ხოც-სე მეოთხე 8000-იანია, ანუ სიმაღლით მსოფლიოს მეოთხე მწვერვალია. მდებარეობს ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე. მეოთხე ადგილზე არის მწვერვალი კანჩენჯანგა. მთის მასივი აღმოსავლეთ ჰიმალაის სამხრეთ განშტოებაზე, ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. მასივის მთავარი მწვერვალის სიმაღლეა 8586 მეტრი. კანჩენჯანგა დედამიწის სიმაღლით მესამე მწვერვალია. აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია წვეტიანი მწვერვალები და ციცაბო კალთები. არის მძლავრი გამყინვარება. მისი გრანდიოზული მასივი 17 კილომეტრზე გადაჭიმული, აქედან 6 კილომეტრიანი ზოლი 8000 მეტრზე მაღლა აღმართული. 1852 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად. კანჩენჯანგაზე პირველად ექსპედიცია 1899 წელს მოაწყო ინგლისელმა დაგლას ფრეშფილდმა. პირველად დაიპყრეს ბრიტანელებმა, ჯო ბრაუნმა და ჯორჯ ბენდმა 1955 წლის 25 მაისს. კანჩენჯანგაზე ასვლების ისტორიაში ყველაზე რთული იყო რუსების მიერ 1989 წელს მოწყობილი ექსპედიცია, რომელმაც მისი 4-ივე 8000-იანი პიკის ტრავერსი განახორციელა. სახელწოდება კანჩენჯანგა აღნიშნავს დიდი თოვლის 5 საგანძურს, ვინაიდან მთიანი მასივი 5 მწვერვალისგან შედგება. მთა ჯოგორი, ანუ დიდი მთა, მაგრამ თანამედროვეებში როგორც ვეძახით, K2, დედამიწაზე სიმაღლით მეორე მწვერვალია ევერესტის შემდეგ. მისი სიმაღლე 8611 მეტრია ზღვის დონიდან. მდებარეობს პაკისტანში. და ყარაყორუმის მთათა სისტემას ეკუთვნის, ჰიმალაის დასავლეთით. და რა თქმა უნდა, უკვე თქვენ მიხვდებოდით, პირველ ადგილზე არის მთა ევერესტი, როგორც მას ასევე ეძახიან ჩომოლუგმა და საგარმათღა. უმაღლესი მთა 8858 მეტრიანი პიკით, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 8858 მეტრში ადგენს. საფუძველი აგებულია განვრიალუსწინა გრაინესებით და გრანიტებით, 7000 მეტრის ზევით მეზოზოური კრისტალური ფიქლებით და კირქვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს. სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფერნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა, ტენსიგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ. 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ბალიბერდინმა და მისლოვსკიმ. იმავე ღამით მწვერვალი დალაშქრეს ბერშოვმა და ტურკევიჩმა. სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე 1733 წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმათღას ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ-ერთ არჩევას. ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ ამ მთის ზუსტი სახელის სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.